პირველ რიგში დიდი მოვლენა უდაოდ პატრიარქი ბართლომე პირველი აღავლენს ღვთისმსახურებას პატრიარქისადმი საგანგებო მიძღვნილს. თქვენი შეფასება მინდა მოვისმინო, რა თქმა უნდა, გლოვის დღეებია და თქვენი წუხილიც. მოგესალმებით პირველ რიგში სოფო და დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით და მაჰეტენის ქართული სამრევლოს სახელით, პირადად ჩემი სახელით მიუსამძიმრო სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებელ ეკლესიას კამპანიას მსოფლიოში და ეკლესიის სისავსეს, რომ გარდაიცვალა საქართველოს ეკლესიის საჭეთპრობელი ეპოქალური ადამიანი, რომელმაც ნამდვილად ისტორიული ეპოქა შექმნა თავისი მოღვაწეობის შამს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, იმდენად რამდენადაც კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ურთიერთობები საერთაშორისო მოიცავდა არა მარტო კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, არამედ სხვა პენტარქიული თუ სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიმართ აი ამ დიდ ურთიერთობებს, გასაკვირიც არ არის, რომ საქართველოში მის დაკრძალვაზე ჩააბრძანდება ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის და ახალი რომის. შესაბამისად, დიდია ნამდვილად ჩვენი წუხილი, თუმცა ამავდროულად ვფიქრობ, რომ სიხარულიც არის, იმიტომ რომ გვეამაყება ასეთი ადამიანის ომოფორ ქვეშ, რომ მოხდა ჩვენი დაბადება, ჩვენი მსახურება და შეიძლება ითქვას, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა, ვინც პატრიარქ ილიას დროს მოვედით ეკლესიაში, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მას იმაში, რომ ჩვენ ღმერთით დავინტერესდით, ეკლესიით დავინტერესდით და ეკლესიის წიაღს შემოვუერთდით. პატრიარქიზე საუბრისას ყველას აქვს თავისი ისტორია, ამ დღეებში ყველა იხსენებს ამ ისტორიას, მაგრამ ყველა აღნიშნავს ფაქტს მისი განსაკუთრებული ბმისა დასავლური ცივილიზაციის მიმართ და რომ ის ყოველთვის იყო გახსნილი ამ ურთიერთობებისთვის და აქცენტს აკეთებდა ამაზე. კავშირზე, არა ასე ვთქვათ იზოლირებული ეკლესია ქართული, არამედ დასავლური ცივილიზაციის გზას შემდგარი. ამაზე მინდა რომ მკითხოთ. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ პატრიარქი ილია მეორე, როდესაც 77 წელს აღსაყდრდა საქართველოს საპატრიარქო ტახტზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეიძლება ითქვას იყო საკმაოდ იზოლირებული, საერთაშორისო ასპარეზზე ფაქტობრივად არ არსებობდა თანამონაწილეობა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებთან ერთად საქართველოს 60 ციკლ უძველესი ავტოკეფალური ეკლესიის და მან მოახერხა და შეძლო ის, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, რომლის სათავო-ოფისი მდებარეობს ჟენევაში, ევროპის გულში, შვეიცარიაში, აი ამ სწორედ ამ საბჭოში მოხდა მისი გაპრეზიდენტება იმ დანარჩენ პრეზიდენტთა შორის, რომლებიც წარმოადგენდნენ ამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტთა საბჭოს და შესაბამისად მან მოახერხა, რომ ამ ჩაკეტილი სივრცის ჟამს საქართველოს ეკლესიის სახელი გაეტანა საერთაშორისო ასპარეზზე და კერძოდ დასავლეთში. ანუ ევროპის ეკლესიათა კონფერენციაშიც, ევროპაში არსებულ ამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოშიც და არა მარტო ამ გზით თქვენ იცით, რომ სწორედ მის დროს მოხდა დასავლეთ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს უძველესი ავტოკეფალიის ტომოსის აღიარება, რომელიც მანამდე ისედაც არსებობდა. კი ბატონო, მაგრამ იყო წყვეტა და არ იყო აღიარებული და ამას მიაღწია ილია მეორეს პატრიარქობის დროს მან. კი ბატონო. ნამდვილად და შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ საკმაოდ დიდი ბრძოლა დასჭირდა მას ამისთვის, არ იყო მარტივი ეს გზა და ზოგადად როდესაც ჩვენ ვაფასებთ აი ამ წარსულის მოვლენებს, ამ გადმოსახედი და როდესაც ყველაფერი უფრო მარტივია, ძალიან მარტივია შეფასებაც მაშინდელი დროის და ქმედებების, მაგრამ იმ დროს და იმ ჟამს, როდესაც ფაქტობრივად ათეისტური ეპოქა იყო საქართველოში, მოგეხსენება თქვენ საბჭოთა კავშირის პერიოდში მოუწია მას მსახურება, ძალიან რთული იყო საერთაშორისო ასპარეზზე მოეხდინა საქართველოს ეკლესიის სახელის ასე ვთქვათ წარმოჩენა და მე ვიტყოდი, რომ მისი პატრიარქობის ყველაზე დიდი ღვაწლი არა მხოლოდ ის, რომ ეკლესია მონასტრები გაიხსნა, აშენდა და აღდგა და სასულიერო პირები იკურთხა, არამედ პატრიარქმა ილია მოახერხა საქართველოს ეკლესიის სახელის წარმოჩენა გლობალურ დონეზე.
კი ბატონო, და აქვე კითხვა გასაგებია რომ არის გლოვის დღეები და ერი ემშვიდობება პატრიარქს, მაგრამ კითხვა ვინ იქნება შემდგომ, რა იქნება ჩემ შემდეგ აწუხებდა თავად პატრიარქსაც, როგორც გუშინ მოვისმინეთ მეუფე ზენონისგან და ძალიან ნათლად თქვა მან რომ მე დღეს ვამბობ ამას იმიტომ რომ მან იცოდა ჩემი ხასიათი რომ მე ამას ვიტყოდი საჯაროდ და ამიტომ მითხრა პატრიარქმა მე ეს. ასეთი იყო მისი ფორმულირება, რა კონკრეტულად რა უთხრა პატრიარქმა რომ ის წუხს რა იქნება მის შემდგომ და აქცენტი რომ მისი სურვილია რომ არავინ ჩაერიოს ამ პროცესში. ის გულისხმობდა არ უნდა მოხდეს ჩარევა ხელისუფლების მხრიდან. რამდენად აქვს მნიშვნელობა ახლა როგორ წარიმართება ეს პროცესი სასულიერო საზოგადოებისთვის, რამდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ეს პროცესი და რა მექანიზმები არსებობს ზეგავლენის? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხა პატრიარქმა იმას აქში იმყოფებოდა, რომ ძალიან კარგად ექნებოდა მას ეს გააზრებული, რომ შეიძლება ჟამი ახლო იყო ასაკიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ ყველა მწყემს თავს, რომელიც უახლოვდება სიბერესთან ერთად ფიქრობს თუ რა იქნება მის შემდგომ, როდესაც ის აღესრულება და რა თქმა უნდა პატრიარქ ილიასაც ეს ფიქრები თავისთავად ექნებოდა და თქვენც ეს აღნიშნეთ მეუფე ზენონის განცხადებაში ეს იყო წარმოჩენილი და ძალიან ლოგიკურია. თუმცა რა იქნება მის შემდგომ ამაზე ახლა საუბარი არის ძალიან ადრე. ჯერ იმიტომ რომ საერთოდ გლოვის პერიოდია და ძალიან გამიჭირდება მის შემდგომ პატრიარქზე საუბარი, მაგრამ მე ვისურვებდი რომ ეკლესიის მეთაური, რომელიც იქნება საქართველოს ეკლესიის 152 საჭეთქრობელი და იქნება გამაგრძელებელი იმ გზის, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ დაიწყო, იყოს ღირსეული და არა ასე ვთქვათ, მხოლოდ ლოკალურ დონეზე დარჩეს პატრიარქად, არამედ ისეთივე გლობალური პატრიარქი იყოს, როგორიც იყო ილია მეორე. ასე რომ ვერ გეტყვით, არ ვიცი რა იქნება, მაგრამ მე მწამს და მჯერა იმის, რომ სულიწმიდა ღმერთი მისი მადლით აუცილებლად უხელმძღვანელებს წმინდა სინოდს, რათა აირჩიოს ანდრია მოციქულის კათედრაზე ღირსეული მემკვიდრე. კი ბატონო, დიდი მადლობა, რამეს თქმა ხომ არ გსურთ დასასრულს ჩვენი ინტერვიუს. არაფერი, ყველა და მრავალგზის, მრავალ ასე ვთქვათ, მადლობას ვუძღვნით პატრიარქს თითეული ღვაწლისთვის, რომელიც გაწია ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე და აქვე დავამატებდი ერთ რამეს, რომ უნდა აღინიშნოს მისი ღვაწლი ჩვენდამი ემიგრაციისადმი, რადგან მოგეხსენებათ ჩვენ ამერიკაში მსახურობთ, ეს ეპარქია მისი კურთხევით დაარსდა, არა მარტო ეს ეპარქია, სხვა ემიგრაციული ეპარქიებიც გამფენილი სხვადასხვა გეოგრაფიულ ლოკაციებზე და მოგეხსენებათ, რომ აი ამ ასე ვთქვათ გლოვის ჟამს მოდიან აქ ემიგრანტები, უწმინდესთან მის ფოტოსთან მოაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ასე შორიდან უერთდებიან იმ დიდ გლოვას, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.